ეხლა მე უნდა გითხრათ ერთი ბატონო მერაბ თქვენ დაგისვათ კითხვა. აბა თქვენ რას მიპასუხებთ? ოკუპანტი ვინ გახადა? ეხლა კიევის მოვლენებში ისე პუტინი ვინ გახადა ოკუპანტი? ევროპა მაგ გახადა ოკუპანტი? ხო იყო პუტინი თავისთვის. რა უნდა და ევროპას იქ ჩავიდა და აურია ყველაფერი. რას ნიშნავს ევროპა ჩავიდა და აურია? ამ ხალხს უკრაინელებს უნდათ ევროპასთან გაეპორებინათ. ევროპა გაჩერებული იყო, რუსეთი ხო იყო გაჩერებული თავისთვის. გაჩერებული იყო ევროპაზე თვითონ მოაგვარებდა. არა, გაჩერებული რატო იყო უშლიდა ხელს ხელშეკრულების გაფორმებაში? რატო უნდა ევროპას რომ ყველა გადავიდეს მთელი მსოფლიო, ესე იგი გახდეს ევროპა და მთელი მსოფლიო გახდეს ამერიკა. ერთი იყოს, ხო, ესე იგი ამ ქვეყანაზე მარტო ევროპა და ამერიკა იყოს, ამ ქვეყანაზე სხვა ქვეყნები აღარ უნდა იყოს, აღარ უნდა არსებობდეს. ძალიან ცუდად ერევიან სხვა ქვეყნები. რა არის ცუდი ევროპაში მითხარით? მე ცხოვრობდი 3 წელი ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი იქ რა არის ცუდი და რა არის კარგიც არის. არა, ხა 64 არსად არ არის ქალბატონო დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ცუდს ვიღებთ იქედან. ჩვენზე ცუდ გავლენას ახდენს. ახლანდელი ჩვენი ახალგაზრდები საერთოდ არ ვიცი რა გონება ან ინტერნეტი არა აქვს, ან არ შედიან. ხალხო, მარსზე, მარსი წითელი პლანეტაა, რო იძახდა NASA. შედით და მოიძიეთ. NASA-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, პლიონკა გადაფარებული NASA-ია. მწვა ისეთივე ფერით პლანეტა როგორც ჩვენია. რას ვაშია მარსი ქალბატონო, ხა ევროპაზე და რუსეთზე ვლაპარაკობთ. 2020 წელს კარგი, დიდი მადლობა. სანამ ხა იუპიტერზე გადავსულოთ, ჯობია დაგემშვიდობოთ, დიდი მადლობა. თემას არ გავცდეთ და რაც თავარია დედამიწის ფარგლებს ნუ გავცდებით, ვისაუბროთ თემაზე.